იესო ქრისტეს 12 მოწაფე სრულებით განსხვავებული ადამიანი იყო. ერთმანეთისაგან განსხვავებული ადამიანები იყო. თავიანთი სოციალური წარმოშობით, თავიანთი პროფესიით, ეროვნებითაც და ყველას აერთიანებდა ერთი რამე. ის რომ იესო ქრისტემ მათ მოუწოდა და მათ ყველაფერი დატოვეს და გავლეს. აი საერთო იესო ქრისტეს მოწაფეებს შორის იყო ეს. იესო ქრისტემ მოუწოდა მათ და მათ მიატოვეს ყველაფერი აბსოლუტურად და შეუდგენ იესო ქრისტეს. გახდნენ მისი მოწაფეები. და ამის შემდეგ იგინი არ განეშორებოდნენ იესოს და სულთან დაყვებოდნენ. ჩვენ როგორ გვეხება ეს? აი ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენც მოგვიწოდებს იესო. აი როგორ შეიძლება რომ ჩვენ ყველაფერი დავტოვოთ და გავაკეთოთ? ჩვენთვის ეს არის სრულებით წარმოუდგენელი და სხვათა შორის მათთვისაც წარმოუდგენელი იყო ეს თავის დროს. ჩვენთვის არის სრულებით წარმოუდგენელი ეხლა დღეს რომ ჩვენ ყველაფერი დავტოვოთ და იესო ქრისტეს მოწაფეები გავხდეთ. კარგი იქნება რომ ესე გავაკეთოთ. ამით მხოლოდ საერთო სიკეთე იქნება, იმიტომ რომ იესო ქრისტე ამბობს რომ ვინც არ დატოვებს დედას, მამას, ძმას, დას, შვილს, ძოლს, თავის მამულს, იგი არ არის ჩემი ღირსი. როგორ აღვასრულოთ იესო ქრისტეს ეს მოწოდება და ეს ცნება. სახარებაში არის კიდევ ერთი ასეთი ადგილი, იესო ამბობს რომ პირველად ეძიებდეთ სასუფეველსა ცათასა და სიმართლესა მისა და მერმე ყოველივე შეგეძინოს. რა თქმა უნდა, დღეს ჩვენთვის ყველაფრის მიტოვება ძალიან ძნელია. თითქმის შეუძლებელია, მაგრამ სამაგიეროდ შესაძლებელია სხვა რამე. ეს არის ღირებულებათა სისტემის მოწესრიგება, ანუ პრიორიტეტების დალაგება. რა არის უპირველესი, რა არის მთავარი ჩვენ ცხოვრებაში, ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თითოეულმა ჩვენთაგან. და აი მაცხოვარი ამბობს, პირველად ეძიებდეთ სასუფეველსა ცათასა. აი ჩვენ ცხოვრებაში ჩვენ დღესვე უნდა დავიწყოთ ამის კეთება და უნდა გავაკეთოთ ის, რომ მთავარი იყოს ცათასასუფეველი, მთავარი იყოს ცხონება. და თუ ჩვენ ამას პირველ ადგილას დავაყენებთ ჩვენ ცხოვრებაში, თანდათანობით ჩვენი ცხოვრება შეიძლება და უფალი როგორც მოგვიწოდებს ისე გავაკეთებთ, მაგრამ რაც მთავარია, თუ ჩვენ ამას დავაყენებთ პირველ ადგილას, უფალი გვპირდება, რომ ყველაფერი გვექნება. ყველაფერი, იმიტომ რომ სხვა ადგილას სახარებაში ამბობს, რომ ვინც მიატოვებს ამას ყველაფერს, დედას, მამას, ძმას, მამულს, თვისას, 100 წილად მოიღებს აქვე. აი ამისი უნდა გჯეროდეს.